კედლებზე სისხლია. ვიშველეთ. ჯორდან, დამშვიდეთ. ყველგან სისხლია. ჯორდან, რა მოხდა? 1931 წლის 11 აპრილის დილა კალიფორნიის ჩრდილოეთი სიერა ნევადის ტყეებს შორის დასადგურებული სიმშვიდე, რომელიც გადაიქცა კოშმარად. პლუმასის ეროვნული ტყის სიღრმეში მდებარე პატარა საკურორტო დასახლება, ქედი, თავისი ხის კოტეჯებით და ბუნების იდეალური სიჩუმით იზიდავდა მათ, ვისაც ქალაქის ხმაურიდან მოწყვეტა სურდა. მაგრამ იმ დილას ეს სიმშვიდე საზარელმა სინამდვილემ დაარღვია. როცა შეილა შარპი მეზობელთან გატარებული ღამის შემდეგ მიუახლოვდა დროებით საცხოვრებელს ნომერ 28 კოტეჯს. ჩვენ აქ სახლში შემოვედით. აქი ადამიანები ვიპოვეთ. სისხლში ვარ. პირველი რაც თვალში მოხვდა იყო ნახევრად ღია კარი. ნაბიჯის გადადგმისთანავე თვალწინ გადაეშალა სცენა, რომელიც ამერიკული კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სასტიკ საქმედ შევიდა. მისაღებ ოთახში იყო სასაკლაო, რომელსაც სიტყვებიც ვერ აღწერს. იატაკზე, ლენტითა და ელექტროსადენებით ხელფეხშეკრული, უსულოდ იწვა მისი დედა, გლენა შარპი, 36 წლის, მისი ძმა ჯონი, 15 წლის და ჯონის მეგობარი დანა უინგეიტი, 17 წლის. მათი სხეულებზე არაადამიანური სისასტიკის კვალი აღინიშნებოდა. მკვლელებმა გამოიყენეს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. დანები, რომელთა პირები დარტყმის ძალით გაღუნულიყო და ჩაქუჩები, რომლებზეც სისხლი ჯერ კიდევ არ შემშრალიყო. კედლები, იატაკი, ავეჯი, ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ეს არ იყო სწრაფი იმპულსური მკვლელობა, ეს იყო ხანგრძლივი წამება. და მაინც მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯები ერთმანეთთან სულ 15-20 მეტრში იდგა. ყველაზე შემზარავი კი ის აღმოჩნდა, რაც მისაღების მიღმა უკანა ოთახში ხდებოდა. ოთახში მშვიდად ეძინათ გლენას ორ პატარა ვაშს და მათ მეგობარს. მკვლელებმა უბრალოდ დახურეს კარები. ბავშვებს ხელი არ ახლეს. მათ პოლიციის მოსვლამდე ვერაფერი გაიგეს. მაგრამ სახლში ერთი ადამიანი აკლდა. 12 წლის თინა შარპი. სისხლიანი ნაკვალევი კოტეჯის ზღურბთან ცხადად მიუთითებდა, რომ გოგონა ძალით წაიყვანეს. გამოძიება პირველივე დღიდან ჩიხში შევიდა. იდენტიფიცირებადი ანაბეჭდები არ იყო. სახლიდან არაფერი იყო წაღებული. ეს არ იყო ძარცვა, ეს იყო სადიზმი, ცივი, გათვლილი და მიზანმიმართული. ეჭვმიტანილები იყვნენ მეზობლები, ნაცნობები, თუმცა პოლიციამ ვერავინ დააკავა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ დანაშაულის ადგილი არასათანადოდ იყო დაცული. მტკიცებულებები კი დაზიანდა და ზოგი საერთოდ დაიკარგა. 3 წლის მანძილზე თინა შარპის კვალს ვერ მიაგნეს. ზოგს ჰქონდა იმედი, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და დაბრუნდებოდა. მაგრამ 1984 წელს მონადირემ პლუმასიდან თითქმის 100 კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინა თავის ქალის ფრაგმენტი. ექსპერტიზამ დაადასტურა, ეს თინა იყო. ეს ნიშნავდა, რომ მკვლელებმა გოგონა იმავე ღამეს მოკლეს. და ცხედარი მიუვალ ტყეში გამალეს ადგილებში, სადაც მხოლოდ ისეთი ადამიანი გაბედავდა შესვლას, ვინც ადგილებს კარგად იცნობდა. ქედიის საქმის გარშემო კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. ვინ ჩაიდინა ეს? რატომ დაინდეს ბავშვები? რამდენი ადამიანი იყო კოტეჯში და რატომ იყო ყველაფერი ასე ზუსტად დაგეგმილი? კოტეჯი ნომერი 28, რომელიც წლების განმავლობაში მოჩვენებების სახლს გავდა, 2004 წელს დაანგრიეს, მაგრამ ამბავი არსად არ გამქრალა. რეჟისორი ბრაიან ბერტინოს საკულტო ჰორორი The Strangers სწორედ ამ ტრაგედიამ შთააგონა. ფილმის ყველაზე ცნობილ ფრაზაში, რატომ ჩვენ? იმიტომ რომ სახლში იყავ. იმის არსი იმალება, რაც მაშინ იმ კოტეჯში მოხდა. ზოგჯერ ბოროტებას მიზეზი არ აქვს. ზოგჯერ საკმარისია არასწორ დროს, არასწორ ადგილას იყო. რა დაგიშევეთ? ამას რატომ გვიკეთებთ? იმიტომ რომ სახლში იყავით.